კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, იშვიათად რომ მე დღის მანძილზე ორი ლაივი ჩავწერო, თუ რაღაცა განსაკუთრებული არ ხდება და დღევანდელმა ჩემმა ვიდეო ლაივმა ბევრს ძალიან ცუდი დილა გაუთენა და ამიტომ ვაგრძელებ ახლა წინა ლაივის გაგრძელება არის, სადაც სულ შემთხვევით ამ ბადეში თავი ამოყო ადვოკატმა, განათლებულმა, თითით მისათითებელმა ადამიანმა ქალაქ ბათუმში პატა შავაძე. მე როგორ გავბედე და როგორ შევეხე ამ უმციკლო ღირებულების ადამიანს და როგორ თქვი 5 წლის შემდეგ და როგორ გამოვთქვი ეს რა ქვია იმას უკმაყოფილება ბატონი პატა, რომელიც ჩემი ადვოკატი უნდა ყოფილიყო მის ღალატზე. და რატო ვარ ამით განაწყენებული? ადამიანმა მიღალატა ციხისთვის გამწირა საჭირო მომენტში, ყველაზე რთულ მომენტში, როდესაც დაჭერილი ვიყავი. ასეთი ნაძირლობა გააკეთა და ამას ეგონა რომ ყველაფერი თურმე შერჩებოდა და მე ამის თქმის უფლებაც არ მაქვს თურმე იცით, მე ჩუმად უნდა ვიყო და უნდა ვიყუჩო და იმ სიბინძურეებში რასაც აკეთებდა ეს ცალკეთებმა არის და მე როგორ თქვი თურმე და მოსემწერალი გაგვიხდა ჩვენი პატიკო პოსტზე აცხობს აგერ დედასთან ერთად გადაუღია მე ვარო პატაო შავაძეო და ძმებნე ემსაძეებსო ასეო როგორ შემაგინეთო არა მე რა უნდა მეკთა ბატონო პატიკო უნდა დამელოცა თქვენი გამზდელი დედა იმის გამო რაც თქვენ მე გამიკეთეთ და რასაც თქვენ ჩემი ძმის მიმართებაში აკეთებთ და ზოგადად რასაც აკეთებთ ასია 80 წლის ავატყოფი დედა მყავსო რო ამბობთ არ თურმე ძალიან გულზე რომ მოხვდა ჩემი ლანძღვა არ უნდა გახადო შენი დედა შენი საქმით შესაგინებელი თუ არა შტერი კაცი შეიძლება გაგინებდეს და უამრავი მაგინებელი ყავს კაი კაცს, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ის იმსახურებს. მე უსამძიმრებ დედა თქვენს ასეთი სამარცხვინო შვილის, ასეთი მოღალატე შვილის გაზრდას, აღზრდას და მე დარწმუნებული ვარ რომ დედას ნამდვილად არ უნდოდა რომ ასეთი მოღალატე და ნაძირალა შვილი ყოლოდა ყველა დედას უნდა რომ შვილი ყავდეს კარგი. ხო, ახლა თავს ნურავის ნუ აცოდებ დედა შენი სურათებით და შენი მოსემწერლობით 1 საათში 5 პოსტი რო გამოგიწვია, შენ ვინც ახარ და რაც ახარ. მაგი ყველამ გაიგო და უფრო მეტი გაიგებს კიდე. ხო, და შენი უმციკლო ადვოკატის თუ რა ვიცი რა ქვია პიროვნების სახელი ისე იქნება გათახსირებული, რომ ვერასდროს ვერ აღიდგენ შენ რეპუტაციას, იმიტომ რომ შენ ჩაიდინე ღალატი. შენ ხარ მოღალატე. ხო. ჩემთან მიმართებაში. დარჩენი სხვა მოთხოვოს და რასაც აკეთებ შენი ამორალური მორალის საკითხი იყოს. და დადევი ახლა სურათები და ეს მე როგორ ვიკადრე და ჯერ ძმებნე ემსაძეებსო ჩემ ძმას შენზე არაფერი სახელი არაფერი არ უხსენები არც არ უხსენები ხარ და ან ჩემ ძმას რატო ახსენებ მე ამას ვერ ხვდები ადვოკატმა კაცმა კი უნდა იცნო რა ეთქვა ძალიან გინდა შენს და შენ პარტიასაც ქართული ოცნების მხარდამჭერი ყოფილიყარ და ბიძინა ივანიშვილის მეგობარი როგორც წერ. ცალკე ამაზე ვისაუბროთ, რომ თქვენ გამოჩნდეთ ამ ყველაფერში ესე გემრიელად, რომ თურმე ძმები, ჩემს შენის არსებობაც არის შემაწმოვის. ხო, ასე რომ ტყუილს ნუ აღწელებ რა. თუმცა დღეს მერე გაიგებს შენ არსებობას და რასაც გაგცემს პასუხს, ეს თვითონ გაგცეს პასუხი და მე ჩემ თავზე რომ ყავხარ გამოცდილი, ვინ ახარ და რა ხარ და რა ნაგავიცახარ. მე ფილმში დაიმბრალებია მე ვთქვი და რაც შეეხება ჩივილს იჩივლე სადაც გინდა იქ იჩივლე შენს შენმა პარტიამაც ბიძინა ივანიშვილმაც ყველამ სადაც გინდათ იქ იჩივლეთ მაგი მე არ მაინტერესებს ეგ მე არ მაღელვებს თუ გინდათ ინტერპოლს გადამეცით თქვენგან მე ვიძია მოღალატეებისგან და სამშობლოს მტრებისგან აის ნამდვილად არ ველოდები. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივი არის, აგერ ამოუღია აქ კიდე აი შეხედეთ. სად გადის საზღვარი, როგორი დაზარალებული არის ბატონი პატა.
აი ეს კიდევ ერთი პოსტი. აი კიდევ ერთი პოსტი. აი თურმე როგორი შეურაცხყოფილი არის ბატონი პატა მარიამ კუბლაშვილის მხარდამჭერი. აი კიდევ ეს ყველაფერი აქ 1 საათში ეს 10 პოსტი გამომცხვარი. ამ კაცი ისჭირს ამას თან სურათები როგორი აქვს. მაგარი ხარ პატიკო. აი კიდე როგორი სურათი აქვს. აი ესეც მე მეზღუნება ეს პოსტი. ხო და ეთყობა ძალიან მტკივნეულ ადგილას მოხვდა ბატონო პატა. ის რაც შენახარ და ახლა აქ რო წერ პოსტებში რო წერ რომ ვამაყობ მეო ბიძინა ივანიშვილიო რომ ჩემი მეგობარი არის და დიახო მე ვარო ქართული ოცნების რომ მხარდამჭერიო. არ ვიცი პატიკო ნამახვანის პროტესტებზე რო იყავი ჩამოსული. ხო გახსოვს? მაშინ მოღალატეს უძახოდი ბიძინა ივანიშვილს თურქებსო მიწაო გაყიდაო 100 წლითო თურქებზეო გაყიდაო მიწაო გამყიდველიაო მოღალატეაო. დღეს თურმე ბიძინა ივანიშვილი შენი მეგობარი ყოფილა მოღალატეაო ქართული ოცნებაო და პროტესტებში ყივ. გასაგებია მაშინ სუსხავდი ეთყობა მოგზავნილი ხო? და მაშინ ეს ჰქონდა რა ქვია მწვანე ჰქონდა სუსიდან ანთებული რომ გეგინებია ივანიშვილისთვის და ქოცებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა იმიტომ რომ მოგზავნილი იყავი. ხო? თუ არა ისე გიყვარდა ბიძინა. და ისე გიყვარდა ქართული ოცნება და ისე თურმე იმაშვებოდი რა ქვია მეგობრობდი და მხარდამჭერი იყავი თურმე მაგათი. თუ რა შვებოდი მოდიოდი და მე ქოცებს რო არა აშანტაჟებდი რომ აი მე აქციაზე ვარ მე ამას შვები მე იმას შვები და თუ ჩემთან თუ მე საქმეებს არ მომცემთ თუ მე არ გამიყვანთ წილში რაღაცეების მე ამას თუ პრისტვის იყავი იქ ისთვის ეთესლებოდი. აბა როგორ შეიძლება ადამიანს ჯერ მოღალატე უძახო და მე მეგობარი ეძახო. საერთოდ ისე პატიკო შენაირმა ადამიანებმა მეგობრობა არ იციან. არც ივანიშვილის ნაირმა ადამიანებმა არ იციან რა არის მეგობრობა და მეგობარი. არ იციან ესეთი რაღაცა. ივანიშვილი ვისაც თავის მეგობარს უძახის, მე აბსოლუტურად ყველას იჭერს. ეს ედვარდ ამბროსევიჩის პატიოსან სიტყვას ვენაცვალე, მისი დამოკიდებულება არის, ეს კიდე მისი მოსწავლე არის და მე ჩამოგითვლი შენ მაგის მეგობრებს, როგორიც იყო ღარიბაშვილი, სად არის ახლა, ლილუაშვილი, სად არის ახლა, აი ეს აგვარია ეს კიდე შვილივით რო ზდიდა თურმე ბიტკოინები რომ მოპარა, მაჩვენეთ თქვენ მე ერთი ივანიშვილის მეგობარი, რომელიც ივანიშვილმა არ გასროლა. სადაც ბიჭო ივანიშვილმა მეგობრობა ან შენაირმა ადამიანმა რა იცის მეგობარი რა არის. მეგობარი რო ყავდეს ადამიანს სიყვარული უნდა შეგეძლოს. შენ სიყვარული არ შეგიძლია. შენ მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი, ხალატი, ტრობა, ნაძირლობა, ვირთხობა, მხოლოდ და მხოლოდ ეს შეგიძლია. ხო, შენც და ბიძინასაც. თქვენ სიყვარულისთვის არ ახართ გაჩენილი ამ ქვეყანაზე. თქვენ ხართ სიძულვილისთვის და ბოროტებისთვის და ბოღმისთვის. ხო. ამიტომ მეგობარი შეიძლება ყავდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც სიყვარული და მეგობრობა შეუძლია. შენ შეიძლება მაქსიმუმ ყავდეს კოლეგა. და კოლეგიალობა იცოდე. ხო. და შენ კოლეგას იცავ. და შენ ინტერესებს იცავ. და მე მინდა ეხა შემოკარგებო გითხრათ თქვენ სინამდვილეში სადაა ძაღლის თავი ჩამარხული. აქ მე არაფერ შუაში არა ვარ. არც ჩემი ძმა არაფერ შუაში არაა. საქმე არის უფრო სხვანაირად. აგერა ბატონმა მისმა მეგობარმა ირაკლი ზაქარიაშვილიც ამათი კოლეგა არის, ადვოკატია ისიც. მოგახსოვთ, ამხელა სიყვარული ჰქონდა, გამოვიდა ესე ჯანყარაშვილმა და ეგრევე ქოცების დაბეჭდა, რომ თურმე როგორ ვებრძვით მე და ჩემი ძმა
ესე ბინძური ძმები, როგორ ებრძიან თურმე ამჯერად პატიოსან პაატა შავაძეს. და ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნატალია ვიბლიანის ადვოკატი რაშვაშია. რაშვაშია ნატალია ვიბლიანის ადვოკატი ჩემთან. რაშვაში არის პატა შავაძესთან და სხვასთან. რა ესაკმება? ჩემ ძმასთან რა საერთო აქვს? არა, აგვირდებით რაში არის საქმე? ამათ ერმილე ნემსაძე კი არ აინტერესებთ, ამათ დავით ნემსაძე კი არ აინტერესებთ. ამათ ნატალია ვიბლიანი და ესენი კი არ აინტერესებთ. აი მთავარი მაგათი ინტერესი არის აი ეს კაცი. ეს ადვოკატი არის, რომელიც არის ნატალია ვიბლიანის ადვოკატი. და ნატალია ვიბლიანის ადვოკატის გარდა ასევე წლების წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმეს იძიებს და როგორც ძიების პროცესში აღმოჩნდა და ეხლა გაახდა ეს სამძებრო სამუშაოები, უგზო-უგლოდ დაკარგულად რო ითვლებოდა და ამ ბიჭმა თქვა თავისი სათქმელი, რომ უამრავი ადამიანი ასევე დაუკავშირდა, ბევრი არის საქართველოში უგზო-უგლოდ დაკარგული, რომლებზეც არანაირი ძიება არ განხორციელებულა და უგზო-უგლოდ დაკარგული ამ ბიჭის საქმე იქნება პრეცედენტული საქართველოში, რადგან იქნება გახსნილი რაღაცა დიდი უბედურების საკითხი, თუ როგორ ქრებიან საქართველოში ადამიანები. და თუ კი ესენი მოახერხებენ ამ ადამიანის სახელის 162 ადამიანი ყოფილა დაკარგული უგზო-უგლოდ. ამ პატარა ქვეყანაში ვერ გაიგეს გზა და კვალი. და 162 ადამიანზე ის საერთოდ რო იცოდეთ ხო, თუნდაც მშვიდობიანობის პერიოდში უგზო-უგლოდ დაკარგული ადამიანის საქმეზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო, იმიტომ რომ სახელმწიფოს აქვს ყველა ინსტრუმენტი და ვალდებული არის უგზო-უგლოდ დაკარგული ადამიანი მოიძიოს და მისი ბედი მოიძიოს. და ამ საქმეზეც აქვს ამ ბიჭის ხელი მოკიდებული. მე მას არ ვიცნობ პირადად. არ ვიცნობ. არ მქონია არანაირი არც საქმიანი შეხება, არც პირადი ნაცნობობა არ მქონია. მე ვიცი ერთი გადაკვეთაში, ვიცი ვინ არის ეს ადამიანი, ის იცავდა ჩემი მეგობრის საქმეს, რომელსაც სამწუხაროდ და საუბედუროდ მკვლელობა მოუხდა, აუცილებელი მოგერიების მიზნით, თელმა საქართველოს მიწის და ნახა ეს კადრები, ეს ბიჭი ჩემი მეგობარი იყო და ეს ადვოკატი, ეს პიროვნება იყო მისი ადვოკატი და მან დაიცვა ჩემი მეგობარი ისე რომ დაამტკიცა აუცილებელი მოგერიების მიზნით მომხდარი მკვლელობა და დაჭრა, ძულებული იყო რომ მოეგერიებია, თავი გადაერჩინა და მართლაც ასე იყო და განთავისუფლებული იქნა, დღეს საქართველოში აღარაა ეს ბიჭი წასულია საქართველოდან. არ მინდა ეხა სახელის და გვარის დასახელება და ვიცი რომ არის პრინციპული, ვიცი რომ არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, სხვათა შორის მაღალანაზღაურებადი ადვოკატი არის ასევე და საქართველოში თუ კი საერთოდ რამეს აქვს ამ დამპალ სისტემაში აზრი და დარწმუნებული იყავით, მეგობრებო, აქ პატა შავაძეს პირადი ინტერესები ჩემთან მიმართებაში მეორე არის. ნატალია ვიბლიანის საკითხი ამათ საერთოდ არ აინტერესებთ. ამათ ყავთ ამათი ბინძური აყროლებული საქმე. ბევრი საქმე იქნება მალე გამოსაჯაროებული, რამაც შეიძლება საერთოდ საქართველოში შეცვალოს პოლიტიკური რეალობა. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ივანაშვილის რეჟიმის დემონტაჟი. იმიტომ რომ სახელმწიფო სისტემები და სახელმწიფო სტრუქტურები უგზო-უგლოდ დაკარგული და გამქრალი ადამიანების საქმეს არ იძიებენ და შეიძლება ბევრი თანამონაწილეობს კიდეც ამ ყველაფერში, არავინ იცის დრო გამოავლენს და თუ კი ეს ნატალია ვიბლიანის საკითხთან დაკავშირებით იქნება ამ ბიჭის სახელი ნიველირებული და გათახსირებული, მაშინ მას არავინ არ დაუჯერებს. და ამაში მონაწილეობენ ეგრეთ წოდებული კოლეგები. აი ეს ტერლოევა კუბლაშვილი,
რომელიც ყველანაირ ადვოკატურ ეთიკას, ყოველგვარი წესს და კანონს არღვევს და ნიფხავზე იგლიჯება და უკადრებელს კადრულობს. ამ საქმეს ემსახურება ბატონი შავაძე, ამ საქმეს ემსახურება ხოცების გამправებელი ბოტროლების საზოგადოება და ამ ყოველივე გაუგებრობაში, სავიცი მე საიდან მომძებნეს და ალბათ შემთხვევით გადაეყარენ ამ ყველაფერს, დაჯდნენ ალბათ სულში ილაპარაკეს, რომ ეს და მისი ძმა ესენიც უნდა იქნენ ნიველირებული და დაიწყეს 1000 სიბინძურის შეთხზა. მე მაქვს გამოცდილება ბატონ შავაძესთან ურთიერთობის, ეს არის მოღალატე ადვოკატი, მაგან მე პირადად მიღალატა. ნამდვილად ასე იყო ეს ყველაფერი. დიდგორობის დაკავებასთან დაკავშირებით ჩემი ადვოკატი უნდა ყოფილიყო. მოიგონა 1000 მიზეზები, არავის არ უთხოვია, თვითონ თავისი ინიციატივა იყო და საჭირო მომენტში მიღალატა. ამიტომ სამართლებრივ საკითხს მოითხოვე სამართლებრივი საკითხი, არის საქართველოს სამართალი თუ არსებობს საერთოდ. გაგცემ პასუხს, შენ ვინ ახარ, რა ხარ და რას წარმოადგენ, როგორ მოიქეცი, როგორ ბირთხულად მოიქეცი, როგორ არაკაცურად მოიქეცი. შენ ეს კაცი იყო ჩასმული სუსიდან პოლიტიკურ საკითხებში, ის მონაწილეობდა ვითომ ეგრეთ წოდებული ნამუხვანის პროტესტებთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს დედას აგინებდა, ქართულ ოცნებას დედას აგინებდა, იქ იყო იქ და ეტყეოდა, სადღაც სურათიც უნდა მქონდეს ერთად იქ პროტესტებზე გადაღებული, იქ ეგდო. ხო, აი გიო, ხო გახსოვს, ხო გახსოვს, იქ არ ეგდო, იქ არ იყო მოთრეული. მონახოთ ერთი ეგ სურათი და დავდოთ ახლა ივანიშვილის მეგობარი რო ყოფილა. ეს იყო მოთრეული, როდესაც ქართული მარშის პარტიის სახელით კენჭის ყრა უნდა და იქ გამოაგზავნა უშიშროებამ, ხობა, რომ ოპოზიციონერის სახელი და იმიჯი ქონოდა, სადაც ტრაქში პანჩური ამოარტყეს და უარი უთხრეს ზემოთ, ასე გადაწყვეტეს მაშინ შტაბის უფროსმა და ლიდერებმა. რაზეც იყო ძალიან გულდაწყვეტილი, რომ ეს ამ ლეგენდის შექმნაში ვერ მიიღო მონაწილეობა, მე მეწუწუნებოდა რა მინახესო დასაწუნიო. მე არ ვიცნობდი ამ ადამიანს მაშინ მომიყვანა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომ აჭარაში თურმე შეეძლო ოპოზიციური როლის თამაში. მე ახლა იმ ჩემ მეგობარს მინდა უთხრა, თუნდაც ყოფილ მეგობარს, აბრაზებული რო იყავი, რომ სულ სუსის ნასეთქებთან რატო გაქვს საქმეო, გამიცი ახლა პასუხი საიდან მომიყვანე იგნაცი რალავირთხა, რომელიც ჯერ მაშინ მყუპავდა, მერე საერთო საქმეს აფუჭებდა და გერა თავიანთი სახე, აი თქვენი სახე. ხო, და მე გაგიკვირდება, რომ რატომ მქონდა მე ეჭვები და რატომ მქონდა ფიქრი და 100%-იანი მტკიცებულებები იმის, რომ შენი ხელით ჩემთან სუსის აგენტები მოდიოდნენ. ხო, ეს თქვენს ურთიერთობებში ჩაიხედეთ, მე არ მინდა საერთოდ პირად ურთიერთობებს არ ვეხები. თუმცა თუ გადაკვეთა მქონია უდეს მე ადამიანთან, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველა ზღვარი დავიცვა, მაგრამ ყველამ თქვენს სინდისში ჩაიხედეთ, თქვენს ნამუსში ჩაიხედეთ. ამ შავაძემ ორსულ მეუღლესთან ერთად ვიყავი კარანტინში, ეიფორიაში 2020 წელს თვითონ შემეხმიანა, ვიქნები ადვოკატი, აცრა არ გაიგეთო და ტიპი პასუხსაც აღარ მცემდა ამის. ასე შემდეგ და ვიცი COVID პანდემიის პერიოდში ვითომ ეს წარმოადგენდა შენ პირველი არ ახარ სხვათა შორის უამრავს გაუკეთა ასე. ვითომ მოქალაქეების უფლებებს იცავდა და ვითომ სისტემას ეწინააღმდეგებოდა, ეს ლეგენდა სინამდვილეში ასრულებდა ხელისუფლების დავალებას. ხო და ბატონო პაატა, მე გირჩიე შენ, თუმცა ნაპოლეონის
სიბრძნე არის, რომ როდესაც მოწინააღმდეგე შეცდომაში შედისო და შეცდომას ჩადისო, არაფრით ხელი არ შეუშალო. დაუშვას ბოლომდე შეცდომა, მაგრამ მე მაინც გაგაფრთხილე, რომ თუ ორმოში ჩავარდებოდი, მიწის თხრა არ გაგიგრძელებია და შენ მიწის თხრა გააგრძელე, ხო? კარგი ბატონო, გააგრძელე მიწის თხრა, საჩივარით შეიტანე, სარჩელით შეიტანე, მიჩივლეთ რაც გინდათ ის მეტი რა უნდა მიქნათ, ქოცებმა მთელი თქვენი საკოცეთის დედა შევეცი ბიძინა ივანიშვილის დამატებით, მოხუსებული დედა დამატოვებიეთ და სამშობლო იძულებული გამხადეთ, მეც და ჩემს ძმას სამშობლოდან წამოსულიყავით და 5000 კილომეტრის იქეთ გვეცხოვრა და გვეარსება და აქედან გვეთქვა და გველაპარაკა ჩვენი ის და აქაც არ გვაყენებთ საფრანგეთის საპატიო ლეგიონის მოქალაქე, საფრანგეთის აგენტი, ვინც იყო პრეზიდენტი, ვინცა ივანიშვილი აქეთ მემეძახით მათი შნირები და მონები, კიდე ფრანგული სპეცსამსახურების აგენტს, ხო არ ცხოვრებას არ მთვარეზე რო წავიდე, იქაც არ დამაყენებთ. ხო და მე ვიცი თქვენი დამპალი აყროლებული ხასიათი, ბუნება, თქვენ ხართ კუდამორიელის პრინციპის ადამიანები, რომლებთანაც არანაირ სიტყვაზე არ შეიძლება შეთანხმება არაფერზე, ბუნება გაქვთ ასეთი და მაინც უნდა უკბინოთ ადამიანს და არასდროს თქვენი მახინჯი ავადმყოფი აზროვნება არასდროს არ შეიცვლება და ეს ადამიანები არის ყველა ვინც თქვენი მონა არაა და ვინც ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებია, თუ არა ის ნაცები და კოცები, კობრა და მორიელები ხართ თქვენ ერთმეორეზე დამყრნილები, არაფერი სხვაობა თქვენ შორის არაა. მაგათ ამთავრებთ აგერ 14 წელიწადია და ვერ დაამთავრეთ, თქვენ გეზიზღებათ. გენეტიკით გეზიზღებათ ის ადამიანები, ვისაც სამშობლო უყვარს და ვინც ეროვნული ცნობიერებით არის და ყავთ ესეთი მოღალატეები, ვირთხები ჩაყენებული სამსახურში და ახდენთ ადამიანების იმიჯის, სახელის, ყველაფრის შელახვას, იმიტომ რომ თქვენ იყოთ და საბოლოო ჯამში მართოთ და გაანადგუროთ ჩემი სამშობლო და გაათახსიროთ ყველაფერი და ეს მთელი კოჰორტა ხართ შეკრებილი და აგრძელებთ ამ მოღალატეობრივ საქმეს, მაგრამ მე კიდე ერთს გაგაფრთხილებთ უბრალოდ, მაინც მე მტრების მეტი რა მყავს, მაგრამ მაინც ერთ რაღაცას გაგაფრთხილებ ამის წინებზე ერთმა დამირეკა და მითხრა, რომ შენს მიმართო და შენი ძმის მიმართო მტრობასო და ემასო მთხოვენო და იცოდეო რა, საქმის კურსიო იყავიო, რომ ბევრი მტერი ყავსო და მეო ეს თი რაღაცა უთხარიო, რომ მომეცილებია ეს ხალხიო, მაგის გადაკიდებასო თალიბანი გადავიკიდეო, ის მირჩევნიაო და არა მაქვს სურვილიო, იმიტომ რომ მე ცუდათო მომიბრუნდებაო აქეთო და ბიჭო, მინიმუმ ჭკუა მაინც გეყოთ. მე ადამიანს არ ვმტრობ. არ მიყვარს მე ადამიანების მტრობა და მე ვარ ჩემი ქვეყნის მტრის მტერი და ვიქნები ყოველთვის ასე. ადამიანების პიროვნებების მე ადამიანს არასდროს არ ვეკიცო. ხო და იმდენი ჭკუა მაინც გეყოთ, რომ თუკი ამ ყველაფერს პირადულში გადაიტანთ და დაიწყებთ ყბენას და დაიწყებთ გესლის მთხევას, როგორც მიიღებთ უკან. როგორც მიიღებთ. რანაირსაც მიიღებთ. კი, შეიძლება სამშობლოდან შორსავარ და აქედან მიწევს ბევრ რაღაცაში მონაწილეობის მიღება. მაგრამ ჩემს სათქმეს და ჩემ გასაკეთებელს ანტარქტიდაზე რო იყო, იქიდანაც გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და თქვენ ხართ მოღალატეები. თქვენ ხართ მოღალატეები. სამშობლოს მიწის გამყიდველებთან, კოჰაბიტირებულებთან, 1000 ნაზირალასთან, მხოლოდ და მხოლოდ თქვენაირ ნაზირლებს შეუძლიათ მეგობრობა. სულში ჩახუტება და ამას პატრიოტიზმის და ამას პატრიოტიზმი არ ქვია. ამას ქვია ღალატი. და სამშობლოს მოღალატის მეგობრობა დიდი საამაყო საქმე არაა, მაგრამ თქვენთვის ბიძინა ივანიშვილის ფული აქვს და ძალაუფლება აქვს და მოღალატე კი არაა, ნომერ პირველი კაცია საქართველოში და თქვენი ავტორიტეტები და თქვენი პრიორიტეტები ცხოვრებაში ფულის და ძალაუფლების მეტი არაფერი არაა, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს. ყველაფერს ხედავს. და ყველას თქვენი პასუხი გაგეცემათ. აი ამათი კომენტარები
რომელი ნემსაძეები მოძველ ბიჭო ელემენტები რო არიან და თან ემიგრაცია თუ ძველი ბიჭიც ყოფილი ვარ. ბათუმში აგდია, ბათუმშია. ახლა თურმე მოძველ ბიჭოც ელემენტის გამომდგარ ვარ, რომელი ძველი ბიჭი და რომელი კანონიერი ქურდი და რომელი ქურდბაცაცა რო ამაც ეგ არა ქურდბაცაცა რო ქურდბაცაცა თქვენ ყველაზე კაი პოლიტიკოსს არ ჯობია მე იმ ქურდბაცაცას რა უთხარი მე იმ ქურდბაცაცას რა უთხარი თქვენ კაი პოლიტიკოსს რო არ ჯობია ის თუ იპარავს და ის თუ კრიმინალს ჩადის ის სამშობლოს არ ყიდის თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები თქვენ ხართ გველები და ჩემი სამშობლო მაშინ გაიხარებს და ჩემი ერი მაშინ გაიხარებს როდესაც თქვენ მოგეტყნებათ გამზდელი ხო ყველას კოლექტიურად თქვენი დედის ყმა და მამის შიმშილი რო იქნება ნაცხვეცების აი მაშინ ეშველება საქართველოს მანამდე საქართველოს არ ეშველება ეს არის აქსიომა სანამდე თქვენ იქნებით კარგად მანამდე არაფერი არ იქნება სადაც გინდა იქ მიჩივლე რაც გინდა ის სარჩელი შეიტანე რა ჯარიმაც გინდათ ის დამიწერეთ ციხეში ვერ ჩამაგდებთ შორსა ვარ თქვენი კლანჯებიდან თქვენი აყროლებული და თქვენ შენერი ნაბუზარი ადვოკატი ვერ ჩამისვამენ და ვერ მიზამთ ვერაფერს გასაგებია მაგრამ ჯარიმა რაც გინდათ ის წერეთ ჩემს სახელზე არც სახლი მაქვს არც კარი მაქვს არც ანგარიშები მაქვს 1-2300 მეტრი მიწა მაქვს დედულში იმერეთის თეთრი მიწა იმას მამადლიდან თურმე ქონება აქო მზად ვარ უსასყიდლოდ გაჩუქოთ აბუაჩემის დანატოვარი ოღონდ ერთი პირობით რომ იმ მიწაზე იქნება თქვენი სასაფლაო დედა რომ მოგეტყნებათ ნაც და კოც თუ დაგიწევთ 2300 კვადრატული მეტრი მიწა იქ ჩაყრით და იქ დაგასაფლავებთ გაჩუქებთ მეტი არაფერი არ მაქვს და მე თუ ქვეყნიდან გავიქეცი იძულებული გავხდი და აქცევა მომიწია ჯერ ეს კიდე სხვანაირად ნათქვამი იძულებული გავხდი დამეტოვებია სამშობლო მე თქვენსავით და თქვენი თანაპარტიელებით და თქვენი ყოფილი თანამებრძოლებით და გახარიებივით და იმგენივით ჩემოდნებით მილიონები არ წამომიღია ქვეყნიდან სამშობლოს და ჩემი ერის ნაძარცვი ფული წამოვიღებ მხოლოდ და მხოლოდ დარდი ფიქრი ჩემს სამშობლოზე მე დამაკ თან სადაც ვარ თქვენ კი მაგ აგდიხართ თქვენაირების დრო არის მოსული და ამ ბინძურ საქმეს აკეთებთ აი ასეთი ნაბიჭურები რო ხართ ხო ზემოდან ღმერთი იყურება და მე მჯერა თქვენგან განსხვავებით აქაურ სამართალს თუ ვერ იღირსებით იქაურ სამართალს მაინც იღირსებით ხო და შენმა დედიკომ შობელი ხშირ შემთხვევაში არა დამნაშავე რაკნა ვერ გაზარდა ისეთი გაიზარდა როგორიც გაიზარდა შენმა დედიკომ ახლა თუ გინდა მიუტანე ეს და აჩვენე ავადმყოფი დედა მყავს დედაშენს შენმა დედიკომ ალბათ საფსავში უნდა წაიღოს იმის დარდი რომ არაკაცი გაგზარდა არაკაცი გახდი თუმცა იმას დარწმუნებული ვარ არ ენდომებოდა იმიტომ რომ მე ვერ მანახეთ ვერცერთ დედას რომ იმას საკუთარი შვილისთვის ცუდი უნდოდეს და არაკაცი გაეზარდოს და ის თუ ვინა ვარ და ის თუ რას წარმოადგენთ მეც ჩემი ძმას და ჩემი ოჯახიც დაგიწერეს აქ ქალბატონმა შორენა ჯანხოთელმა თქვენი კოლეგა როგორც ვიცი ვინ ვარ მე ვინ არის ჩემი ძმა როგორ ვიცხოვრია როგორ ცხოვრობდა როგორ ვარსებობდა ასე შემდეგ მე დიდი მადლობა მინდა ამ ადამიანს გადაუხადო იმისთვის რომ აი ამ ნაძირალას ამ კომენტარით თავისი პასუხი გასცა რაც შეგეხება თქვენ აი ეს ბინძური ძმებიო რო იზახით ხო აი ეს ბინძური ძმები იქნებიან რომ მოგიტყნავენ დედას არავის არ უსვენ ჩემო ძმაო მე კიდე ერთხელ ვამბობ აქ ერმილე ნემსაძე მეორე ხარისხოვანი არის აქ დავით ნემსაძე მეორე ხარისხოვანი არის ყველაფერი მეორე ხარისხოვანი არის
აქ მიმდინარეობს საქმე, რომელიც შეიძლება იქნას ძალიან ხმაურიანი საქმე, რომელმაც შეიძლება ქოცური რეჟიმი საერთოდ ჩამოანგრიოს, ამდენი უგზოუგლოდ დაკარგული ადამიანის საქმე ამოტივტივდეს, არის ამ პიროვნების მიმართ ეს ყველაფერი შეთითხნილი, ესეთი კოლეგები, ესეთი ამბრავლებლები, ესეთი საზოგადოება შეკრებილია რომ ეს ყველაფერი და ამას მოყვა უბრალოდ ამ ბადეში მოყვა ეგ ყველაფერი და მოხდა ყველაფრის აი ასე. ასე რომ დამელოდეთ ხვალ მე ამ ყველაფერს ჯერ ტერლოევა კუბლაშვილზე იქნება ბლოგი და მეორე ბლოგი ბატონო პაატა თუ არ შემეზარება თქვენს მიმართებაში იქნება, რომელიც აუცილებლად იქნება მტკიცებულებად წარმოდგენილი თქვენთან დაკავშირებით, სხვებთან დაკავშირებით, შეგიძლია ეს ყველაფერი წაიღო სასამართლოში, იკივლო, იმდენი განსხვავეთ, უბრალოდ იურისტები ხართ და ადვოკატები ხართ, რომ სამოქალაქო საქმე პროკურატურაში არ შედის, ეს მინიმუმ ელემენტარული განათლება არის, დიდი განათლების მქონე ადვოკატებო და დამელოდეთ დანარჩენი. ეხლა რაც შეეხება დაუბლოკი ვარ. და შეიძლება სხვისი პროფილით შემოდის ამ წერს და სადღიგრძელო თქვიო ასე თალიეო და აი სიმბოლურად გამოვედი პახმელიაზე, ეხლა კარგად ვარ, მაგრამ აი ბატონო პაატა აუცილებლად დავლევ სადღეგრძელოს, მაგრამ მე ბოზების სადღეგრძელოს არ ვსვამ. მე დავლევ სადღეგრძელოს საქართველოს მოღალატეების გარეშე გაუმარჯოს. საქართველოს ბოზების გარეშე გაუმარჯოს. საქართველოს ქვეწარმავლების გარეშე გაუმარჯოს. საქართველოს ნაცკოცების ბიძინა ივანიშვილის შენისთანა მოღალატე ადვოკატების კუბლაშვილისნაირი წაკლების და ესე შემდეგ ყველა აი ამ თქვენი ბოზიშვილების გამოკლებით მთელი ერთს გაუმარჯოს. ნამდვილად და ყოფილი იყოს ერთიანი, მთლიანი და ძლიერი ქვეყანა და სადაც სამართალი იქნება, სადაც წესი იქნება, სადაც კანონი იქნება, სადაც მორალი იქნება, სადაც ზნეობა იქნება, სადაც ყველა აგებს თავის სიტყვაზე პასუხს, მათ შორის ადვოკატი, მათ შორის მოსამართლე, მათ შორის პრეზიდენტი და მათ შორის პოლიტიკოსი. აი, ასეთი საქართველო ყოფილიყოს. დანარჩენერს დავლოცავ, ნამდვილად დავლოცავ, სულით გულით, ერთადერთი ჩემი პირადად ამ ცხოვრებაში არსებობის არსი და აზრი არის ის, რომ ჩემი ქვეყანა გადარჩეს და კარგად იყოს. მეტი მე ინტერესი არ გამაჩნია. და ღმერთს ვთხოვ, რომ თქვენ დედის ყმას და მამის შიმშილს მომასწროს და თუ ეს ამ ქვეყანაში, ამ ცხოვრებაში შეუძლებელია, არავინ არ იცის, იმ ქვეყანაში ჯოჯოხეთში ვისურვებდი მოხვედრას, რათა ვნახო, რომ თქვენ იქ როგორ გეთყნებათ დედა ბიძინა ივანიშვილის დამატებით. ეს ადი ახლა ვიზია და იჩივლე სადაც კიდე. იჩივლე. ამათო გონიათო რომ გინებაო და ესო ინტერნეტში რჩება და არ ხება. არ უარყოფ, ჩამოტვირთ ეს ვიდეო წაიღე 30 დღის მერე მისით იშლება ლაივები, ამიტომ კარგად შეინახე, გამოგადგება. არ მიმაქვს უკან ჩემი არც ერთი სიტყვა, რასაც იმსახურებდი, რაც დაიმსახურე, იმ ღალატის გამო, იმ ნაბუზრობის გამო, იმ ჩათლახობის გამო, ეს რეაქცია იყო ჩემი და არ მინდა რადგანაც ახლა მოხუცი დედის სურათი დადევი და იმით დედით აპელირებ, რომ თურმე ავადყოფი დედა გყავს, მე კიდე ერთხელ გაგინო და გლანძღო, მე უსამძიმრებ დედაშენს, შენაირი არაკაცის აღზრდას. ეს იქნება ჩემი პასუხი. ახლა კი კარგად გწანდებოდეთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის.